მთელი ეს ისტორია ფასებზე საბოლოო ჯამში სპექტაკლი იყო, რომელიც მიზანი იყო დაარწმუნოს ხალხი, რომ მთავრობა მათზე ზრუნავს. რომ ვითომ ეს პრობლემა ფასების და ის რომელიც წლები აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, მათი გამოწვეული არ იყოს. და გამოავლინონ რაღაც ის ზრუნველობა და ბრძოლა და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე კარგი განაჩენი ამ კომისიას და აქტივობას გამოუტანა თვითონ ეს მთავრობა უბრალოდ საქსტატმა, რომელსაც რამდენიმე წლის რეკორდული ინფლაცია დააფიქსირა იმ თვეს, როცა საგამოძიებო კომისიამ დაასრულა მუშაობა. ამიტომ მე მგონი არ გამოვიდეთ ამჯერად ქართულ ოცნებას დაერწმუნებინათ ხალხი, რომ ისინი ზრუნავენ და ეს ვითომ ფასები და არის რაღაც შემთხვევითი პრობლემა, რომელიც ციდან ჩამოვარდა და მთავრობა ევრის. ფასები არის თავისთავად პრობლემა. პრობლემა არის, როცა ფასები სულ იზრდება და იზრდება ისე, რომ მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლები უფრო დაბალი ტემპით იზრდება, ვიდრე ფასები. საბოლოო ჯამში ეს ხალხის გაღარიბებას იწვევს. და ამის მიზეზი ერთადერთი არის ეს, რომ ეროვნული ბანკი ბეჭდავს ძალიან ბევრ ლარს. ბოლო ერთ წლის მანძილზე დაახლოებით 7 მილიარდი ლარი დაიბეჭდა და ბუნებრივია წყვილობით უნარიანობა ლარის ამ შემთხვევაში მცირდება. ეს არის ზოგადად რატომ იზრდება ჩვენ ქვეყანაში ფასები და მithumetes იმას 90-იან წლები და კუპონები ახსოვს, კარგად იცის, რომ თუ ძალიან ბევრ ფულს დაბეჭდავ, ფასები გაიზრდება და ხალხი გაღარიბდება. მეორე საკითხია კონკრეტული პროდუქტების ფასები, იმიტომ რომ რომც ფული არ იბეჭდებოდეს ძალიან ბევრი და ზომიერად ხდებოდეს, თუ ეკონომიკა რა იზრდება, ნაკლებად პრობლემა იქნება ფასების და იმიტომ რომ ბევრი პროდუქტი იქნება ეკონომიკაში. ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს დაბალი რეგულაციები, დაბალი გადასახადები და ქართულ ოცნების შემთხვევაში პირიქით არის ყველაფერი. მაგალითად 300 ლარიანი ზღვარი იმპორტზე რო ავიღოთ, ჩვეულებრივად ზღუდავს შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა იაფად იყიდონ პროდუქტები უცხოეთიდან. ეს ზღვარი რო არ არსებობდეს, უამრავი პროდუქტი გაიაფდებოდა. ფარმაცევტულ ბიზნესში შესვლა რთულია და ამიტომ წავლები უფრო ძვირია, ვიდრე შეიძლება იყოს. იგივე საბანკო სისტემაში კონკურენცია ფაქტობრივად არის, იმიტომ რომ შეზღუდულია ეროვნული ბანკის მხრიდან. თორე ისე ყოველწელს რეკორდული მოგებები აქვს ჩვენ ბანკებს და რატომღაც არც ერთი უცხოური ბანკი არ შემოდის ჩვენ ბაზარზე. თუ კონკურენცია მაღალია, ეკონომიკური ზრდა მაღალია, უფრო მეტი პროდუქტია ეკონომიკაში და საბოლოო ჯამში ცალკეული პროდუქტების ფასები შეიძლება შემცირდეს კიდეც და თუ ეროვნული ბანკი ფულს არ ბეჭდავს, ან ძალიან ცოტას ბეჭდავს, საერთოდ არ იქნება პრობლემა მაღალ ფასებთან.